რა მიზნები გაქვთ მისთვის შექმნით პარტია? მიზანმა რომ საქართველოში გადაგვერჩინა დემოკრატია, გადაგვერჩინა თავისუფლება და საქართველოს ევროპული კურსი, ახალი ენერგია, ახალი იდეები, შემოსულ ახალი ტრადიციები დამკვიდრებული იყო პოლიტიკაში. აი ამის გარშემო გავერთიანდით. პოლიტიკური მიზანი რა გაქვთ? მე რომ ვკითხო, ვიტყვი რომ რა ვიცი, პრივატიზაცია მინდა გავაკეთო, ეროვნული ბანკი მინდა გავაოქმო, ასე შემდეგ. ანუ თავარი რის ცვლილებაც გინდა. პირველი ეს არის თავისუფლება, სამართლიანობა, მრავალპარტიული დემოკრატია და უსაფრთხოება. რამე ერთი ცვლილება რო იყოს, რაღაცა რო შეგეცვალათ. რა იქნებოდა? აი მაგალითად კონცეფტს თუ რამე ჩემი არით ახასიათებს, არის უამბიციო, ხელა ძალაუფლება გააქვს. რო კითხე რა გააკეთეო და ნაცებს ლანძღავდიო 15 წელიო რა. ერთი აი კაფიო ამას გავაკეთებდიო. სამ ეტაპად ყოფთ რეალურად იმას თუ რისი გაკეთება გვინდა. პირველი ეტაპი ეს არის გამარჯვება იმ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვართ, ხო? საქართველოში პირველი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ რეალური მრავალპარტიული დემოკრატია დამყარდეს. ამის მერე ჩემი აზრით არის გასაკეთებელი რაღაც შუალედური ტიპის, გარდამავალი ტიპის რეფორმები, რომლებიც სწორედ აი ამ იმუნიზაციის ფუნქციას შეასრულებენ დემოკრატიის დასაცავად, რომ მას ეს ავტორიტარიზმის ბაცილა მერე კიდე აღარ შეეყაროს. მაგალითად თვითმმართველობის რეალური აღდგენა ქვეყანაში, პარტიული კონტროლისგან, თუკი ჩვენ გვექნება განათლების სისტემა თავისუფალი და მასწავლებლებს, პედაგოგებს, სტუდენტებს არ შეეშინდებათ საკუთარი ნიჭის, საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი კრიტიკული აზრისაც თავისუფლად გამოხატვა, ეს ერთ-ერთი კარგი შედეგი იქნება. უბრალოდ განათლების სამინისტროს? ბატონო? განათლების სამინისტრო. არა, მე არ მგონია რომ განათლების სამინისტრო უნდა გავაუქმოთ, მაგრამ განათლების სამინისტრო აღარასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული რაღაც პარტიული კონტროლის და ადამიანების შეშინების მიზნით და სამართლიანობის საკითხი. ძლიერი საქართველოს შექმნის და გამოყოფის ნაწილი მაინტერესებს. რაც ხდებოდა არჩევნებზე ბოიკოტის ამბავი რაღაცა. პასუხის კიბლობას იღებთ, ისაც ხდებოდა ძლიერ საქართველოს ფარგლებში, ანუ სრულად იზიარებთ თუ იყო რამე უსთანხმოება და უბრალოდ იმიტომ რომ კოალიცია იყავით ამას აკეთებდით თუ პრინციპში სანამ დაიშლებოდით ერთ პოზიციაზე იყავით. თავისუფლების მოედანი ყოველთვის იყო ჩაფიქრებული როგორც თვითყოფადი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია და ძლიერ საქართველო იყო საარჩევნო კოალიცია. შევედით იმ კოალიციაში, რომელიც მიგვაჩნდა, უფრო მეტად ახლოს იდგა რაღაც ჩვენ პოზიციებთან, შეგვეძლო უკეთ მუშაობა ერთმანეთთან და ძალიან ამაყი ვარ იმითი, რა წვლილით შევიტანეთ ქართული ოცნების რეალურად დამარცხებაში არჩევნებში. ამიტომ ის რაც მე მოხდა, ეს ჩვეულებრივად ჩვენი გეგმის ნაწილი იყო. თავისუფლების მოედანმა ვთქვით, რომ ჩვენ ვიქნებით ახალი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია, მას მე ვაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი. 1000 ლარიან პენსიაზე დახმარებოდით? ჩვენ ნახეთ მონაცემები, ნახეთ რაღაც ანალიზი იმ დროისთვის, რომელიც აჩვენებდა, რომ ეს იყო შესაძლებელი გაკეთებადი და ბუნებრივია მე უკვე საერთო კამპანიის ფარგლებში ამაზე შევთანხმდით. რაღაც ფული თუ არ გაქვს, არაფერი არ გამოგიხო. ჩვენ ვართ პარტია, სადაც მთელი ჩვენი დაფინანსების საიტზეა. რომ შეხვიდეთ გირჩიკომზე, ნახავთ, აი დღეს ვინ ჩაგვირცხა ფული. ჩვენ ერთ-ერთი პარტია ვართ, ვინც ასე აკეთებს. მეტია, მის ამბობს, რომ ხალხი გვაფინანსებს, რომ მაინც არსად არ ჩანს ამაში. ასე შეიძლება მე შემიძლია თქვა, ვიღაცა ხა მილიონი მოწეს და ხალხმა ჩამირიცხა თქვა, მაგრამ ვინ დავინჯერებს. თქვენ საიდან ფული? ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მოვიზიდოთ წვლილი და საშუალო კონტრიბუციებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში. აქამდე ეს არის სულ ენთუზიაზმი და ჩვენი პირადი დროის, ენერგიის, გამოცდილების, ცოდნის კონტრიბუცია საზოგადოებისგან, რომელიც ამბობს, რომ აი ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება ახალი პოლიტიკური პარტიები საზოგადოებისგან, რომელიც მხარდაჭერასაც გვძნობთ, ხო? დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, არასოდეს არ უნდა იყოს ერთი რომელიმე დონორი. ბოიკოტი რატომ გახведით? ჩვენ თვლიდით, რომ იმ პარლამენტის იმ რაოდენობით და შემადგენლობით შესვლა, რომელსაც თავაზობდა ბიძინა ივანიშვილის პარტია, იქნებოდა რაღაცნაირად თანხმობა იმ შედეგზე, რომელიც მათ უნდათ რომ დაედოთ რა. ჩემი გადმოსახედიდან აი ეს მანდატების დათმობა იყო შეცდომა. 70 მანდატი ხომ მქონდა. შეიძლება მე ვფიქრობ, რომ 78 უნდა მქონოდა, მაგრამ 70 ხომ ნამდვილად ჩემია. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი მოდის და რასაც მე ბიძინა ივანიშვილზე ვამბობ, იქვე ვთქვა, სახეში უთხრა და არანაირი კომფორტი არ მივცე, შუდაც ჩაატაროს ხდომა, თავისთვის აირჩიოს ვინც უნდა, ერთ დღეში დაჩქარებს წელს 7 კანონი მიიღოს, წინააღმდეგ ვარავინ არ გაუწევს. არ ჯობი იქვე ვეჭქო. ვერად უფრო სერიოზული მუხტი შეიძლება წამოსულიყო ხალხისგან. ეხლა რაც ხდება, ეს ხო ნამდვილად არ არის ეფექტიანი ამბავი. საერთაშორისო გადაწყვეტილებები რაც იქნა მიღებული არ იქნებოდა თუ კი იმ ნაბიჯს გადავდგავდით და ასევე თავისუფლების მოედნის მხარდამჭერების აზრიც, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია ძალიან, მით უმეტეს ახალი პოლიტიკური პარტია ვართ, იყო კონსოლიდირებული იმის გარშემო, რომ არ უნდა შევსულიყავით. თუ ამბობ რომ არ შევალ პარლამენტში, ხო გასაგები რაღაც ალტერნატივა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მარტო არაღიარება არის საკმარის ბოლოს და ბოლოს თუ ბოლოს ემორჩილები ამ კანონებს, თუ ბოლოს ამ ჯარიმებს იხდი, თუ იმის მიღებულ კანონს ემორჩილები.
გამოდის რომ შენ აღიარებ. აი რა ალტერნატივა იყო, რა გეგმა იყო? რაც შეეხება დანარჩენ გეგმებს, მე რა უნდა ყოფილიყო სამხედრო ლიტერატურის კლასიკა გვეუბნება, რომ ვერც ერთი გეგმა ვერ გადაურჩება მტერთან პირველ შეტაკებას. როგორც კი ორი ფიზიკური ძალა ერთმანეთს შეეჯახება, უკვე ამ შეჯახების მომენტში ხდება ინტერპრეტაცია, ახალი გეგმების შექმნა და აშენება. დაახლოებით ასეთ ვითარებაში ვართ. სტატიკური გეგმა, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს შეეძლო დაედო ან მომავალს შეძლებს დადოს, რომ აი ხვალ ეს მოხდება და ზეგ ეს მოხდება, შეუძლებელია. თავარია ჩემი აზრით, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდეთ მეტნაკლებად შეთანხმებული სტრატეგია. პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკოსებს მივანდოთ. ამიტომ მოქალაქეების როლი ძალიან მნიშვნელოვანია აქ და ძალიან მომწონს მეც რაც ხდება დღეს. საზოგადოება იბრძვის იდეის გარშემო გაერთიანებული და არა რომელიმე პოლიტიკოსის ან პოლიტიკური ჯგუფის გარშემო გაერთიანებული. ეს არ შეიძლება რომ წარმატებული იყოს ეს პროცესი. არჩევნებს რო წახვალ ვიღაცას ხმან ხონდა მისცე. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარი საქმე უკეთ უნდა გააკეთონ, აბსოლუტურად უკეთ უნდა გააკეთონ და ჩემი აზრით რაც არ უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა დღეს, ან ნებისმიერმა სხვა ჯგუფმა სხვათა შორის. არაფერი არ იქნება საკმარისი და კარგი, საკმარისად კარგი. მანამ სადამ არ მივახცევთ იმ ამოცანებს, რაც მიღწევ. მანამდე ყველაფერი ცუდია. მანამდე არაფერი არ არის საკმარისი. აი ახლა რაც მოხდა რა, რაც ხდება, რომ დაიწყეს დაჯარიმება, ამბობდნენ რომ არ გადაერთიან გავასაჭიროთ სისტემას დავღლით, ბიზნესის ბიუჯეტში ფული შედის ოპოზიციონერი ამორჩევლისგან. რას ეუბნებით იმ ხალხს? ვართ ისეთ ბრძოლაში, რომელიც არის გამოფიტვის ომი და ამიტომ ამ ომში ჩვენ უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად ნაკლები ზიანი მიიღოს წინააღმდეგობამ და მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ზიანი მიიღოს მოწინააღმდეგე მხარე. ახლა არის ეს ვითარება რაც ვახთ და ეს მოითხოვს კიდევ ახალ რაუნდს, ჩემი აზრით, კოორდინაციის, მსჯელობის, რა არის აქედან გამოსავალი. ჩვენ რა თქმა უნდა მსჯელობთ ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად. პრინციპში აი არც ერთი კონცეპტუალური დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ან საკითხი, რომელიც დავაყენეთ, არასდროს არ არის დიდაქტიკური. არასდროს ცოცხალი დოკუმენტებია და ის მანიფესტიც, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ აი ამ ბრძოლასთან დაკავშირებით, სადაც აღწერეთ ის ეტაპები თუ როგორ წარმოგვიდგენია ამ ბრძოლაში გამარჯვება, ჩვენ ვუთხარით ყველას. მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებს და შემდეგ ძალიან ბევრი ახალი აქტივისტური ჯგუფი გამოჩნდა და ეს ძალიან კარგია, ეს რაღაც ბუნებრივ ეტაპს საკუთარი ზრდის, განვითარების, მოციქულობის, გამოცდილების აკრეფის გაივლის და შემდეგ დაიწრიტება, ჩემი აზრით, ძალიან უფრო ძლიერ პოლიტიკურ საფუძველში, რომელიც დემოკრატიულ პოლიტიკურ საფუძველში, რომელიც გჭირდება. ამიტომ ჩვენ მუდმივად აი ამ ციკლში ვართ, თავისუფლების მოედანი. რაც მახსენდება, რამე ინიციატივა გქონდა, რაფერი არ გამოვიდა. ქარტია მიიღეს, ხელი მოაწერეს, სად არის ეს ქარტია ღმერთმა იცის. საკოordინაციო შტაბი იყო წინა საარჩევნო. რო არ გაყავდეს არჩევნები, კოორდინაციული ქვეყნება, მაგრამ არ იყო მე მგონი. ასეთი ბევრი შეიძლება გავიხსენო. ხო არის რაღაც კრიტერიუმი, როგორ შეიძლება გაარჩიო. ხო შეიძლება ყოს ვიღაც მოსყიდულია ბოლოს. აი ტერმა მოისყიდა და მასთან ერთად ტერთან ბრძოლა არ გამოვა. რატომ გაქვთ ამის იმედი? ალბათ არც თუ ისე ცუდად ვიცნობ ჩვენ ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ხვდები და იმ შეუპოვრობას და იმ სიჯიუტეს, რომელსაც ადამიანები ავლენენ. ამის იმედი მაქვს. დანარჩენი არის ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება უკეთ მუშაობდეს და კი მეც მირჩევნია, რომ უფრო მრავალ საკითხზე იყოს თანხმობა პოლიტიკოსებს და ადამიანებს შორის, უფრო უკეთესად იყოს ყველაფერი ორგანიზებული, ყველაფერი შეიძლება იყოს უფრო უკეთესად, ვიდრე ახლა არის, მაგრამ ეს არის რეალობა, რაც გვაქვს, ჩვენს გვინდა რომ იყოს უკეთესი. საერთოდ არ მისმის რას აკეთებს პრეზიდენტი. ათობით ადამიანს ციხეში ზის, ასობით ადამიანი დაჯარიმებული. და საითკენ თქვენ გაქვთ ეს ხედვა, ეს საითკენ მიდის, მიუახლოვდით ახალ არჩევნებს. მე ჯერა იმის რომ ქართული ოცნება დღეს ბევრად უფრო სუსტია ვიდრე იყო არჩევნების დღეს. მას ბევრად უფრო დაბალი მხარდაჭერა აქვს ვიდრე ქონდა საპარლამენტო არჩევნების დღეს. სახალხო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიული ხელისუფლებისთვის, ასე ავტოკრატიული ხელისუფლებისთვის. მისივე მხარდამჭერთა რიგები, ჩემი აზრით, ბევრად უფრო დასუსტებული და შემცირებულია. მეორე, ასე თქვა, საყრდენი მისი ეს არის ძალადობა როგორც თქვით და აქაც უკვე ვხედავთ რომ პრინციპში რაღაცეები ხდება ხო აი ვიღაცებზე პერიოდულად გვესმის რომ რაღაც ერთმანეთს უტყამენ ჩხუბობენ რაღაცეები ხდება ხო ვიღაცა გარბის ვიღაცა ტოვებს ვიღაც ჩუმად მიდის ვიღაც განცხადებით მიდის მაგრამ აქაც რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდება საერთაშორისო ამბებიც ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ყველა აი ამ საყრდენების დასუსტებისთვის ხო ჩვენაირ სახელმწიფოებში სამწუხაროდ
ხელისუფლება არ იცვლება ყოველთვის არჩევნების შემდეგ. ანუ ეს არის ხო, უმეტესწილად, ხო? ანუ ავტორიტარიზმშიც ასე რა. ავტორიტარიზმში შენ უნდა მოუგო არჩევნები ხელისუფლება. საკუთარ არჩევნებში უნდა მოუგო. და ეგ გავაკეთეთ გასულ წელს ოპოზიციამ და მას მოუწია მოეპარა ეს არჩევნები, მოუწია გაეყალბებინა ეს არჩევნები და ახლა უწევს ძალადობით შეინარჩუნო. ეხლა რა შვებით არჩევნებს? რაც შეეხება არჩევნებს, თუ არ შეიცვალა არაფერი, მაშინ ალბათ საუკეთესო გზა იქნებოდა საყოველთაო ბოიკოტი. ხა მეორე საკითხია, თუ ეს საყოველთაო ბოიკოტი არ ხდება, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა იქნება გადაწყვეტილება მისაღები და ჩვენ ამაზე გვაქვს ახლა შიდა პარტიული პროცესი სწორედ. შევხვდებით ჩვენ მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს, ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას. ანუ ჩვენ ანგარიშვალდებულებას ვგზნობთ, მათ შორის ამ საკითხთან მიმართებაში, რომ ამ საკითხზე მივიღოთ არა რაღაც კლასიკური ქართული პოლიტსაბჭოს სხდომის ფარგლებში, არამედ ანგარიშვალდებულად გამჭვირვალეთ და დემოკრატიულად. ამიტომ ამაზე გვექნება მსჯელობა, ყველა არგუმენტს გავივლით. აი ხა ვართ ამ პროცესში.